ქუთაისის მოხუცთა თავშესაფარში კორონავირუსი დაფიქსირდა, როგორი ეპიდვითარებაა რეგიონში. ქუთაისის 59 საარჩევნო საოლქო კომისიის შენობის წინ ოპოზიციური პარტიები აქციას მართავენ. სტრატეგია აღმაშენებელი ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას კანონდარღვევაში ადანაშაულებს. ქუთაისის 59 საარჩევნო ოლქში ერთ-ერთი უბნის ხმების გადათვლა დაგეგმილი, რა ხდება ადგილზე. საპროტესტო აქცია წყალტუბოში, რა ვითარება იყო მუნიციპალიტეტში. რა ხდება იტალიაში და როგორ უმკლავდება ქვეყანა კორონავირუსის მეორე ტალღას. ლარი ყოველდღიურად უფასურდება, როგორი ეკონომიკური ვითარებაა საქართველოში, მთავარის კითხვებს ეკონომისტი ნიკა შენგელი აპასუხობს. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალური გამოშვება. მე ჟურნალისტი თამუნა გვილავა მთავარის გუნდთან ერთად დღის სიახლეებს გაგაცნობთ. იმერეთში კორონავირუსის 368 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 7 პაციენტი. ვირუსის მზარდი რაოდენობით იმერეთი მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა. იმერეთში თვით იზოლაციაში 4167 პირი იმყოფება. ბოლო 24 საათის მანძილზე გამოვლენილია ინფიცირების 2401 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯამრთელდა 2889 პაციენტი. ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში 3 ბენეფიციარი და 10 თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. როგორც პანსიონატის დირექტორი მალხაზ ბადირეიშვილი აცხადებს, ინფიცირებულები საჩხერის სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილი და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 15 სექტემბრიდან კარანტინის რეჟიმში, მუშაობთ კარანტინის რეჟიმში, რაც გულისხმობს აკრძალულიანი მოხუცების გარეთ გასვლა. თუ ეს არ არის განპირობებული, რა თქმა უნდა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გულისხმობს პოლიკლინიკაში რაღაც აუცილებლობით თუ არ არის გამოწვეული, ან თუ კი საჭირო არ არის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლა. ჩვენ თვითონ თანამშრომლები მუშაობთ ცვლებში 5 დღე მორიგეობით მოდიან თანამშრომელი მოვა 5 დღე არ ცხოვრობს, ისე როგორც მე პანსიონატში ვცხოვრობ. მაგრამ მიუხედავად ყველა ამ გატარებული ღონისძიებისა, იგივე დაცვის საშუალებების შეწამლები, უცხოპირების შემოსვლა, სავარაუდოდ სამწუხაროდ როგორც ჩანს, მაინც შემოსვლაც რომელიმე მოვლე შეიძლება ჰქონდა, რადგანაც 10 თანამშრომელს ამ ეტაპზე დადასტურებული აქვს COVID ინფექცია, დადასტურებული PCR ტესტით. კურნალობენ სახლში, თავზნობენ ნორმალურად და ასევე დადასტურებული ამ ეტაპზე PCR ტესტით არის 3 ბენეფიციარი, რომელიც კურნალობს საჩხერის კლინიკაში. უკვე 1 კვირა იქ არიან, ნორმალურად არიან, როგორც თვითონ გეუბნებიან, ალბათ 1 კვირაში გამოწერენ. ადანაშაულებს. პარტიის ადგილობრივ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ საოლქო კომისიამ საჩივრების ნაწილი განუხილველი დატოვა. მათივე თქმით, არჩევნები ტოტალურად გაყავდა ქუთაისში, სადაც 130 საარჩევნო უბნიდან უმრავლესობის შემაჯამებელი ოქმები არასწორია. ვრცლად ნახეთ სიუჟეტი. სტრატეგია აღმაშენებელი ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას კანონდარღვევაში ადანაშაულებს. მათი თქმით, არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა ქუთაისის გარდა, რომ საჩივრები არ განხილულიყო. 5 ნოემბერს არის ბოლოვა და როდესაც უნდა მოხდეს ოლქებში საჩივრების განხილვა და ბოლოვა და დღეს ეწურება ოლქებს აი ეს ვადა. ქუთაისში არის დარჩენილი განუხილველი რამოდენიმე საჩივარი და დღეს ყველანი ველოდებოდით აი ამ სხდომის ჩატარებას. ჩვენ მოგვივიდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია არ აპირებდა სხდომის ჩატარებას. ჩვენი წარმომადგენელი ტელეფონი დაუკავშირდა ოლქის თავმჯდომარის მოვალეობის შემსვლელებას. არ მახსოვს იმ ქალბატონის სახელი და გვარი, რაც ქართული ოცნების ერთ-ერთი აქტიური აქტივისტი არის, როგორც ვიცი 2012 წლიდან მოყოლებული და მან სატელეფონო საუბრისას დაუდასტურა, რომ არ აპირებს სხდომის ჩატარებას, როდესაც
შეკითხვაზე თუ რა იქნებოდა ამისი საფუძველი, მიუგო ესეთი პასუხით, რომ ყველაფერი ამასთან დაკავშირებით წერილობით მიიღებს განკარგულებას, თუ რატო ატარდება და რატო არ ხდება საჩივრების განხილვა ქუთაისის ოლქში. ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ლარინა ლალიაშვილის თქმით 31 ოქტომბრიდან დღემდე საარჩევნო კომისიაში 44 საჩივარი შევიდა, საიდანაც 6 საჩივარს კომისია დღეს განიხილავს. მისივე თქმით, არ განიხილება 17 საჩივარი, რომლებიც ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, მათ შორის ლელოსა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნის. განხილავს საჩივრებში ასევე მოხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებიც. საჩივრების ნაწილი, დიდი ნაწილი განხილულია, განხილვაშია დარჩენილი 6 საჩივარი, რომელსაც დღეს საღამოს ხდომაზე განვიხილავთ. აქედან 54 საჩივრიდან არ დაკმაყოფილდა 15, გაითხოვეს 3 საჩივარი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 2, დაკმაყოფილდა 1, განუხილველი დაეჭრა თავმჯდომარის განკარგულებით 17. რაც შეეხება განუხილველად დატოვებულ საჩივრებს, განუხილველად დატოვებული საჩივარი გულისხმობს იმას, რომ არსებობდა ამის კანონიერი საფუძველი, დაგვეტოვებია საჩივარი განუხილველად, თუმცა ჩვენ ვიცით, ისევე როგორც კანონი, ჩვენ აქეთ ამ მხარეს აძლევს უფლებას და საშუალებას იმისა, რომ დატოვოს საჩივარი განუხილველად, ასევე აძლევს მეორე მხარეს მოთხოვ ადამიანის საშუალებას გაასაჩივროთ განუხილველად დატოვებული საჩივარი, თუ მას აქვს ამის სურვილი და ამის არგუმენტი. შესაბამისად, ეს არ არის საჩივრები, რომელიც გადაიყარა სადღაც და ამაზე არ მოხდება რეაგირება. მეორე მხარეს შეუძლია იდაოს სასამართლოში. დიახ. ძირითადად ეგ შემთხვევა იყო, რომ არაუფლებამოსილ პირს ჰქონდა შემოტანილი უფლებამოსილი და არაუფლებამოსილი პირი თავის-თავში რას გულისხმობს. შეიძლება რომელიმე კონკრეტულ სუბიექტს ყავდეს საკუთარი წარმომადგენელი, მაგრამ ამ წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს მინდობილობა ჩვენთან ოლქში წარმოადგინოს საჩივარი თავისი პარტიის სახელით, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციას. მათ საჩივრის შემოტანის დროს თუ ეს მინდობილობა არ წარმოადგენენ, შეიძლება ჰქონდეთ კიდეც, მაგრამ ჩვენთან არ წარმოადგენენ, შესაბამისად ისინი ითვლებიან არაუფლებამოსილ პირად. ცნობისთვის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერ გადალახულმა 8 ოპოზიციურმა პარტიამ მანდატებზე უარი თქვა. ისინი პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და ამბობენ, რომ არჩევნების დღეს გაყალბების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალური გამოშვება პირდაპირ ეთერში მუშაობას რამდენიმე წუთის შემდეგ რეკლამის შემდგომ განაგრძობს. დაატრიალე იჯითი ბორბალი და მოიგე 1000 ფრისპინი ყოველდღე. მოხდი ფრისპინ ლიდერბორდში და მოიგე წილი ყოველკვირეული 10000 ლარიანი საპრიზო ფონდიდან. ბეთლაივი გაერთე შენს გემოზე. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Betfair Exchange-ზე. ადგილი, სადაც შენი ინტუიციისა და სპორტული ცოდნის კომბინაციით დიდ წარმატებას მიაღწევ. ეს არის ბეტინგის სრულიად ახალი სივრცე, სადაც შენი თამაშები სხვა მომხმარებლებს და არა ტოტალიზატორს. თუ იგებ Betfair Exchange-ზე, იგებ უფრო მეტს. გახდი Betfair Exchange-ის წევრი. მიიღე ყოველთვის ყველაზე მაღალი კოეფიციენტები. რა არის ახალი? უპრეცედენტო შეთავაზება. ჩაერთე სილქნეტის ქსელში და მიიღე საუკეთესო პაკეტი, საუკეთესო ფასად. 100 მეგაბიტი წამის სახლის უსწრაფესი ინტერნეტი, სილქტივის სრული პაკეტი, ამედიათეკა, უახლესი ფილმებითა და სერიალებით, YouTube-ი შენს ტელევიზორში და Silk-Go. ეს ყველაფერი 34 ლარად. ინსტალაცია უფასოა. სილქნეტი 200-100. ნორმალურია ერთ ბურთს 22 ზრდასრული ადამიანი რომ დაძდევს. ან 4 საათის განმავლობაში ჩოგნის ქნებისგან 650 კუნთი რომ გეწვის. არ შეგიძლია წარმოიდგინო სამყარო ამ ყველაფრის გარეშე. რა არის ასეთი? ეს არის სპორტი. და ეს არის აჭარა ბეტ სპორტი. ბევრად მრავალფეროვანი, ბევრად მულტიფუნქციური, ბევრად მაღალი კოეფიციენტებით. პენსიის მიმღები პირების საყურადღებოდ. თქვენი უსაფრთხოებისთვის შეიცვალა პენსიის მიღების წესი. 1 სექტემბრიდან პენსია ჩაირიცხება ყოველთვე წინასწარ დადგენილი გრაფიკის მიხედვით. ნახეთ პენსიის ჩარიცხვის თარიღის საიტზე MyLiberty.G. Liberty-ს ბანკომატებში, Liberty-ს Pay აპარატებში, ცხელ ხაზზე 032 2 55 55 00. Liberty-ს სერვის ცენტრებში. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. Liberty, ბანკი ყველგან და ყველასთვის. ზადე.
საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალური გამოშვება პირდაპირ ეთერში აგრძელებს მუშაობას. ამ წუთებში ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე 59 საარჩევნო საოლქო კომისიის შენობის წინ ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რა ხდება ადგილზე და როგორია ვითარება ჩვენი კორესპონდენტი თათია ახვლედიანი გაგვაცნობს. თათია, თუ გესმით ჩვენი ხმა, რა ვითარებაა ადგილზე? ქუთაისის 59 საარჩევნო საოლქო კომისიასთან აქცია მობილიზებულია იმყოფებიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები. აქციაზე საკმაოდ დაძაბული ვითარება არის. აქციის მონაწილეებმა სცადეს გზის გადაკეთვა, თუმცა პოლიციამ მათ ამით საშუალება არ მისცა. ასევე აქციის მონაწილეები ცდილობდნენ შენობაში შესვლას და პოლიციამ ასევე მოახერხა შენობის პიკეტირება. აქციის მონაწილეების აღილებენ, რომ CSKOM გააყალბა არჩევნები და ისინი აპროტესტებენ ქუთაისში მეორე ტურის დანიშნას. და სურთ, რომ ქვეყანაში გაიმართოს ხელახალი არჩევნები. ისინი ასევე სანდილებენ მონებო და ხმების ფურდებო. ჩვენ ახლა კადრებში ხედავთ, თუ რა ხდება ადგილზე. თათია, ბევრი ხალხი არის მობილიზებული, ოპოზიციური პარტიების ბევრი წარმომადგენელია აქციაზე? თუ შეიძლება კითხვა გამიმეორეთ, ამ უნდა ცუდად მესმის. ხალხმრავალი აქცია, გვაინტერესებდა და პოლიციაც ჩანს კადრებში. ამუნა ჩვენი ხმა, თუ გესმით, აქცია არის თუ არა ხალხმრავალი და ჩანს კადრებში პოლიციაც. კი, შეიძლება ითქვას, რომ აქცია ხალხმრავალი არის და ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც ცდილობს შეაკავოს აქციის მონაწილეები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ შენობაში შესვლას ცდილობდნენ. რაიმე ინციდენტს ხომ არ ქონია ადგილი, თათია, თუ გესმით ჩვენი ხმა? ამუნა, ცუდად მესმის თქვენი ხმა, თუ შეიძლება კითხვა გამიმეორეთ. ინციდენტს ხომ არ ქონდა ადგილი, რაიმე ინციდენტს აქციის მსვლელობის დროს? აქციის მსვლელობის დროს, როგორც წეგენ აღნიშნე, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეიძლება ითქვას, რომ მცირედი შეტაკება მოხდა სწორედ იმ დროს, როდესაც აქციის მონაწილეები შენობაში შესვლას ცდილობდნენ. პოლიციამ კი შენობის პიკეტირება მოახდინა. ხომ არა გვაქვს საშუალება, თათია, ხომ არ გვაქვს საშუალება რომელიმე აქციის მონაწილე ჩავთოთ? მე თუ მოვახერხეთ ამუნა ქვემოთ გადანაცვლება აუცილებლად შემოგთავაზებ კომენტარს. აქ აღნიშნა, რომ მერობის კანდიდატები ითხოვენ შენობაში შესვლას, თუმცა მათ ამის საშუალებას არ აძლევენ. დროებით ფიშავთ, თათია, მოგვიანებით კიდევ დაგიკავშირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები. გმადლობთ. ჭავჭავაძის ქუჩაზე ქუთაისის 59 საოლქო საარჩევნო ოლქის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციიდან ჩვენი კორესპონდენტი თათია ახვლედიანი გვერდთვებოდა. აქცია მიმდინარეობდა წყალტუბოშიც 58 საარჩევნო კომისიის შენობის წინ. აქცია ვანის, ხონის, სამტრედიისა და წყალტუბოს სამაჟორიტარო ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა ნანუკა ჟორჟოლიანმა და მისმა მომხრეებმა გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ამომრჩევლის ხმებს იცავენ. ნანუკა ჟორჟოლიანი კი საოლქო და ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიისაგან ითხოვდა პასუხს კითხვაზე, საიდან გაჩნდა საარჩევნო სიაში 6000 ადამიანი, რომელიც არ არსებობდა საარჩევნო სიაში არარსებული 6000 ადამიანი ვიპოვე, განაცხადა მანიგი შენობაში შესვლას და საზღვრების განხილვის პროცესზე დასწრებას ითხოვდა. რა რაოდენობით თითოეულ უბანზე რა რაოდენობით უნდა დაიბეჭდეს ბიულეტენები
აძლევს ამის შეკვეთას, ჩავდივარ მე ჩემ წარმომადგენლებთან და მომაქვს ეს ბიულეტენი. ბიულეტენების განაწილებასთან დაკავშირებით არის ესეთი მომენტი. სამუშაო ვერსია გვაქვს ჩვენ ესეთი, რომ აკდება სტატუსიანი, რაც გულისხმობს უცხოეთში მყოფი საკონსულო აღრიცხვაზე ეს ადამიანები აკლდება სამუშაო, ესე რომ ვთქვათ, პროცესში, რომ ბიულეტენები განაწილდეს ეს. ამან გამოიწვია ეს ყველაფერი. და საოლქო კომისია არ ადგენს ამომრჩევლის რაოდენობას რა. ეს არის განსაზღვრული ეს. თუ გვაცნით გავდივართ და გიპასუხოთ მაგათაც. ძალიან ბევრი საჩივარია. დაახლოებით მაინც ალბათ 80-მდე საჩივარი არის თუ არ მეშლება. არის თუ არა პროცედურული ხასიათის და მოახდენს თუ არა მას. დიდად გავლენა შედეგებს. ჯერ ვერ მე შემოვედი და ვერ გავიგე. ანუ 44 საჩივარს გავუყავებია გოგიტა და იმიტომ რომ ჩვენ გაგვიყავდეს. ხო ეს პრობლემაა. და კარგი ერთი შეკითხვა მიპასუხე. ოქმებში საიდანაც ბიულეტენებია გამხარებული, რომელიც მე მაქვს განახე. რატო არ გვიკმაყოფილებ, რატო არ ხდება განხილვა და რატო გეუბნები რომ უნდა წავიდეთ და სასამართლოში უნდა ვიჭიროთ ამასთან დაკავშირებით? კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს განკარგულებები და გადაწყვეტილებები გაეცანით თუ არ გაკმაყოფილებთ. ჩემი მაყურებელი ვერაფერს ვერ გაეცნობა. უნდა უთხრათ. გააცანით, ეხლა ყველაფერს აცნობთ და გადაწყვეტილებას ვერ გააცნობთ, ვერ ნახავს. საჯარო არის, CSGO საიცედებს. ერთი წამი შეგიძლია რაც ახლა აქ წყალობაში ხდება გოგიტა. მე არაფრის არ მწვენე. მიხარია შესმაგურა, წარმატებებს გიჩვენე. კარგად იქნება. კიდევ ერთ ჩართვას გთავაზობთ ქუთაისის 59 საოლქო საარჩევნო ოლქიდან, ამჯერად საოლქო კომისიის შენობიდან ჩვენი კორესპონდენტი თამუნა გრიგალაშვილი გვერდება, სადაც დღეს ერთ-ერთი უბნის ხმების ხელახალი დათვლა მიმდინარეობდა. რა ხდება თამუნა, დაიწყეს ხმების დათვლა? მოგესალმებით თამუნა, ადგილზე დაძაბულობა დღეს უნდა მოუსწარიყო ხმების ხელახალი დათვლა, თუმცა გარეთ აქციას მართავენ ოპოზიციის წევრები, სწორედ ამიტომ არ ატარებენ აქციას, აქედან გამომდინარე ამას მიზეზად უკავშირებენ გარეთ მომსწარ ისიც, სანამ გარეთ სიტუაცია არ დასმარდება, მანამდე ისინი მობილიზებას ვერ გააკეთებენ. ამიტომ ველოდებით ჯერჯერობით ხმების დათვლა არ მომხდარა და რამდენად დაიხლება პასუხები არ აქვს. ჩვენ თამუნა, რას აცხადებენ საოლქო საარჩევნო კომისიაში, როდის მოხდება ამ ხმების დათვლა? ჯერჯერობით არ აცხადებენ, როდის მოხდება, იმიტომ რომ გარეთ დაძაბულობაა, შიგნითაც აქციის მონაწილეები იმყოფებიან. მე ახლა ერთ აქციის მონაწილეს დამკვირვებელს ან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელს გავაუბრები. რა ვითარება რა საპროტესტებს? რატომ მისცემს ხელს სხდომის ჩატარებას? შენიშნავს კი არავის არ მიცემ. მაგალითად 43-ს რაც ამის იურიდიულ მაგალითად არის გავაკეთე. ორი იურიდიული ამათაც კი არანაირ შეგნა არ მიცემ. ფაქტობრივად და ეს ამის ამათა ჩაყარეს ეს აი მოხდა ორი პრობლემა ფაქტობრივად არ და ხელახალი ხმების გადათვლა როდის მოხდება, რას ამბობენ? რატომ არ იწყება ახლა?
რას ხედა შედეგი გამიერთო თავმჯდომარეს ფილოსოფიასთან თავის უნარში ხედა იქიდან სამართლია თალეკავს დავალებას ამდენი ფიქრი გამოიყენებს მომენტში მოუყარდა და ეს არის აი ეს ციფრები დასრულება ყველა დავალებას ამ საშუალებას არჩევს მე მგავარ ადმინისტრაციის მომავალი ის დასწრება და უკეთესი და არა მოხარდა ამას არ ხარ მე რეალურად ჩვენი Გამნა მადლობა დაგემშვიდობებით საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალური გამოშვება პირდაპირ ეთერში განაგრძობს მუშაობას იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 30,550 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 352 ადამიანია გარდაცვლილი. აქედან გამომდინარე ქვეყანა შეზღუდვებს კვლავ აწესებს. რა მდგომარეობა ადგილზე მეგატივი თემაზე ჟურნალისტი ცირა შვანგირაძე ჩაწერა, ის ამ ეტაპზე იტალიაში იმყოფება. ეს იტალიის ტერიტორიაზე გამოცხადებულია კომენდანტის საათი. მთელი იტალიის ყველა რეგიონში აბსოლუტურად. რეგიონები დაიყო წითელ ფოთოხლისფერ და ყვითელ ზონებად. მე ხალხმა ეხა დოკუმენტი დეკრეტის თარგმანი თუ შეიძლება ასე ითქვას, რომელშიც აბსოლუტურად ყველაფერი არის გაწერილი, რას ემსახურება საერთოდ ეს შესაძლებელი. და შემიძლია გავაცნო მაგალითად. უპირველეს მოთხოვნად რჩება მთელი ღია სივრცეში დაამცავი რესპირატორული ხელსაწყოების გამოყენება და 1 მეტრის დისტანციის დაცვა, შეჩერებულია სპორტული დარბაზების მუშაობა, აუზების, სარეაბილიტაციო და ესთეტიკის ცენტრების მუშაობა, კაზინოების, თეატრების, საკონცერტო დარბაზების, დისკოტეკების მუშაობა, აკრძალულია ყველა ტიპის ბავშვობა, თუ ეს კვებას არ უკავშირდება პროდუქტების გაყიდვას, კონფერენციები, მანიფესტაციები და ქუჩაში გამოსვლა, ფესტივალები და შეხვედრები. ყველაფერი იმართება დისტანციურ რეჟიმში. იკეტება ასევე უკვე მე ვწდები 6 რიცხვიდან 7-დან იკეტება ყველა სავაჭრო ცენტრი, სადაც მაღაზიებია ტანსაცმლის განთავსებული და რჩება მხოლოდ აფთიაქები ცენტრები, რომელშიც არის მხოლოდ ესე იგი სტომატოლოგის მომსახურება, ფიზიოთერაპევტისტები, მხოლოდ ესენი, რაც უშუალოდ ჯანდაცვასთან არის დაკავშირებული, მხოლოდ ესენი რჩება. ეხლა რაც შეეხება კვების ობიექტებს, კვების სერვისის საქმიანობაც არის შეზღუდული, კაფე-ბარები დაიწყებენ დილის 5 საათიდან, რესტორნები დილის 5 საათიდან და ესენი იკეტებიან საღამოს 6 საათზე. ასევე კვების მაღაზიები არის მხოლოდ შესაძლებელი პროდუქტის შეძენა, ფაქტობრივად მეტი არაფერი. რაც შეეხება რესტორნებს ერთ ადგილზე მხოლოდ ერთ მაგიდაზე მხოლოდ 4 კაცის დაშვება შესაძლებელი, მაქსიმუმ 4 კაცის. 6 საათის შემდეგ აბსოლუტურად ყველა ეს შეზღუდვით რაც არის ეს ობიექტები აბსოლუტურად ყველა იკეტება. ფაქტობრივად 6 საათის შემდეგ საღამოს ქუჩაში გადაადგილება არის აკრძალული. შეზღუდვა ეხება ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მგზავრთა შევსების კოეფიციენტი არ უნდა აღემატებოდეს 50%-ს, ფაქტიურად ნახევარს. ეს შეზღუდვები როგორც გითხარით 3 ნოემბრიდან არის ძალარჩი და როდემდე გაგრძელდება ჯერ კიდევ არ იციან. რადგან COVID ინფიცირებულთა რიცხვი დღით-დღე მატულობს დაახლოებით გუშინ იყო 28,000 თუ უფრო მეტი ზუსტად არ მახსოვს. აქტიურად არის რეგიონები, რომელიც წითელ ზონად არის გამოცხადებული, ადამიანები რჩებიან სამსახურების გარეშე და ძალიან რთულად არის სიტუაცია. სამსახურებშიც გადაადგილება, ვისაც კი უწევს თქვა ხამის საათებში და ვისაც უწევს ნებით თუ უნებლიეთ კანონის დარღვევა, ესე ვთქვათ, კომენდანტის საათთან დაკავშირებით, მათ ყველას თან აქვს ავტოსერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს სამოტივაციო წერილია ეს და რომელიც ადასტურებს, რომ აუცილებელია მისი სამსახურში გადაადგილება. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას ეზღუდება, ესე ვთქვათ, მიმოსვლა ქუჩაში. აქ ზედმეტია უკვე საუბარი ფესტივალებზე, დღესასწაულებზე, რაიმე მანიფესტაციების გამართვაზე, სპორტულ შეჯიბრებაზე, თეატრზე, კინოზე. ფაქტობრივად
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 48 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის უკაცრავად 48,875,075 შემთხვევა გამოვლინდა. 1,224,415 ადამიანი გარდაიცვალა, 31,832,864 კი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში COVID ინფიცირების 9,080,295 შემთხვევაა გამოვლენილი და 233,623 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა ინდოეთი, მესამეზე კი ბრაზილია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალური გამოშვება პირდაპირ ეთერში მუშაობა სტუმართან ერთად აგრძელებს. დისტანციურად საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ეკონომისტი, ექსპერტი ნიკა შენგელია გვერდება. ბატონო ნიკა, მოგესალმებით და მადლობა რომ გვერდებით პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, მიესალმები მაყურებლებს. ბატონო ნიკა, როგორი ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში? საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2 ნოემბერს აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გაყიდა. ისევ ხდება თუ არა ლარის გაუფასურება? დიახ, მოგახსენებთ, ჩვენ მომსწრე ვიყავით იმისა, რომ ამ ინტერვენციებით ფაქტიურად არაფერი მომხდარა. განხორციელდა ფაქტიურად 600 მილიონზე მეტი 700 მილიონი ინტერვენცია, რომელმაც არჩევნებამდე მხოლოდ შეასრულა იმის ფუნქცია, რომ ლარი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული და მთავრობას ჰქონდა და ეროვნულ ბანკს გარიგება, რომ არჩევნებამდე ლარის კურსი ძალიან არ გაფუჭებული იყო, როგორც ეთყობა და როგორც ვაკვირდებით. ახლა ფაქტიურად ეროვნულ ბანკმა ეს მოხუჭები მოხსნა და გადავთ უფასურებას ისევ ზადით. ბატონო ნიკა, მომავალში რა ელოდება უახლოეს პერიოდში ლარს დოლართან მიმართებაში? როგორი ვითარება გვექნება? წინ მოგეხსენებათ კიდევ განმეორებითი ტურია, ეს არჩევნები თუ მოქმედებს და ეს საპროტესტო აქციები ლარის სიმყარეზე? დიახ, მოგახსენებთ მაგის თაობაზე. მე ცოტა გავიხსენებ იმ პერიოდს, როდესაც 2019 წლის სექტემბერში უცხოური არარეზიდენტი კომპანიები ინტერესდებოდნენ საქართველოში ფასიანი კახალდებით. მან სექტემბერ-თებერვალში შეძენილი ჰქონდა 600 მილიონი ლარის ფასიანი კახალდები, ანუ შემოდიოდა დოლარი. ეს არის 2019 წლის სექტემბრიდან და პანდემიის დაწყებამდე თებერვალში 2020 წლის და მაშინაც აღნიშნეთ, რომ გავიდი წელი და ყველაფერი ეს უკან დასაბრუნებელი გახდა. პირველი ერთ-ერთი ფაქტორი, რომ დოლარზე ამხელა მოთხოვნა არის გახლავთ, რომ თავიანთი აიღეს უკვე ჩადებული ქონა და ფასიან კახალდში და უკან იბენ და დოლარზე მოთხოვნა სეზონური პერიოდი, ანუ ჩვენი იმპორტიორები ემზადებიან ფაქტიურად საახალწლოდ პროდუქტის შემოტანისად მოთხოვნა აქ დოლარი და საერთოდ რომ იყო ის დაუშვათ არჩევნები ის ჩვენ მქონდა პროგნოზი, ეს თანაც გაკეთა ტელევიზიაში ხმის პერიოდიდან დაიწყებოდა მეორე ტაროდებოდით ლარის დევალვაციას გაუფასურებას. არჩევნებმა ჩვენ გვაჩვენა, რომ ჯერჯერობით არჩევნებზეც იყო ბევრი შავი ფული გამოტანილი, ეს ცნობილი ფაქტია, ყოველ არჩევნებზე ასე ხდებოდა, მაგრამ სიტუაცია რა სიტუაციაშიც ახლა ვართ, გულისხმობ, რომ არის ნიშნები პოლიტიკური არასტაბილურობის გამომდინარე აქედან, ესეც გარკვეულწილად იმოქმედებს ლარის კურსზე, მაგრამ ის რომ ახლა დღევანდელი ლარის კურსის სიტუაცია
ის ფაქტორები, რომელიც ჩამოთვალეთ ახლა და ასევე წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური გუნდისა და ჩვენი მთავარი რეგულატორის არასწორი პროგრამიტო პოლიტიკა. ქვეყანას არ აქვს სტრატეგია, ეკონომიკური განვითარების სტრატეგია წლების მანძილზე. რაც ბოლოს გააკეთეს ამ პანდემიის პერიოდში მიიღეს გადაწყვეტილებები, ეს სხვა თვალყურად შეემცირებიათ ნეგატიური პროცესები და ნეგატიური მოვლენები ეკონომიკასათვის შეერბილებინათ. თორე გრძელვადიანი სტრატეგია ჯერჯერობით ქვეყანას მიღებული არ აქვს. არც მოაქვს ამ ლარის გაუფასება ჩვენ ნახეთ ეკონომიკის ვარდნა. გვაქვს თუ არა სახეზე ეკონომიკის ვარდნა და ლარის კურსის ასეთი მდგომარეობა გამოიწვევს თუ არა პროდუქტებზე ფასების გაზრდას? დიახსოს მაგაზევსი რომ არ ყოფილიყო თუნდაც ეს ლარის კურსის ვარდნა ჩვენ ფასების და პროდუქტებსა და მომსახურებაზე პროგნოზირებით თებერვლიდან, მაგრამ ლარის კურსის გაუარესებამ დევალვაციამ ფაქტურად დააჩქარა ეს პროცესი და 2 თვე ნახევრით გამოგვიტანა კიდე წინ, ანუ უფრო ახლოს მოშობ რომ თუ ლარის კურსი არ დარეგულირდება სტაბილურად 3 და 40 შეიძლება მთავრობა ალოქირება დადგება საკითხი კომუნალური გადასახადების გაძლიერებით ამის საუბაზე არიან გაჩერებული. ახლა რაც შეეხება ეკონომიკურის და გვაქვს თუ რა თქვენ ჩვენ ვიცით რომ ეკონომიკურის და ჩვენ გვაქვს ციფრებში მუშობის დასთან დაკავშირებით არის საუბარი. პირველი ვარდნა იყო -7%-იანი, შემდეგ შენელდა ბოლოს დადესწრო სექტემბერში 0.7%-ია ვარდნა მოსახლეობას, რომ ჩვენთან საქართველოში არსებობს ეკონომიკა ციფრებში, სადაც ყველაფერი კარგადაა და არსებობს მეორე ეკონომიკა, რომელიც ადამიანის კეთილდღეობაზე მოქმედებს და თითოეული ადამიანი უნდა გრძნობდეს ამ კეთილდღეობას. მაგრამ სამწუხაროდ მე ვიტყვი ასეთ რამეს, რომ ნუმბეოს ინდექსით 2012 წელს ქვეყანა იყო ამ ინდექსით 61 ადგილზე, ხოლო დღეს ვართ 121 ადგილზე. ბატონიკა, რეგიონში, კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები, მხედველობაში სომხეთ, აზერბაიჯანის ომი მაქვს. ეს თუ ახდენს გავლენას ჩვენს ეკონომიკაზე და ლარის კურსზე? არ მისმოდა დავიმეოროთ შეკითხვა არის მოდა და რეგიონში მიმდინარე პროცესები თუ ახდენს სომხეთის და აზერბაიჯანის მხედველობაში ლარის კურსზე გავლენას? მოგახსენებთ ლარის კურსზე გავლენას რეგიონში მიმდინარე პროცესები ახდენს კუთხით რომ თვითონ რეგიონი გახდა არამიმზიდველი ინვესტიციების კუთხით და ჩვენ ისედაც ვიყავით საფრთხის ქვეშ პოლიტიკური ფაქტორით. ანუ თუ ეს სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბებდა რუსეთი ჩაერთვება ამ სიტუაციაში, მაშინ საქართველოს 2007 წლის ხელშეკრულებით მოუწევს რომ რუსეთის სამხედროები გაატაროს საქართველოს ტერიტორიაზე. ეს კიდე არის პოლიტიკური ფაქტორი. ამ შემთხვევაში აქტიურად ქვეყანაში უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა და ინვესტიციებს რა თქმა უნდა და ინვესტორი კარგავთ. მაგრამ სამწუხაროდ ამ ფაქტორის ამოქმედებამდე და ღმერთმანუბრალს ეს ფაქტორი ამოქმედებს, ჩვენ უკვე შიგნით გვაქვს პოლიტიკური ფაქტორის ნიშნები. ანუ იმ შემთხვევაში თუ ეს არჩევნების შედეგად რაც აქციები და გამოსვლები დაიწყო, თუ ეს არ დაშოშმინა და პოლიტიკური სტაბილურობა არ იქნა, ეს ფაქტორი ფაქტურად ჩავთვალოთ, რომ ისევ ამოქმედება. ძალიან დიდი მადლობა ბატონიკა, ტელემაყურებლებს ბოდიშ მოუხდით ტექნიკური ხარვეზების გამო და შევახსენებთ, რომ დისტანციურად საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ეკონომისტი ექსპერტი ნიკა შენგელია გვერდებოდა საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალურ გამოშვებას თბილისის სტუდია განაგრძობს. მე კი ჟურნალისტი თამუნა გვილავა, ხვალამდე გემშვიდობებით. მადლობთ რომ გვიყურებთ. ნახვამდის. COVID პანდემიიდან გამომდინარე შესაძლოა გადაადგილებაზე წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდეს. ფინანსთა მინისტრი ლარის კურსის გაუფასურებას ოპოზიციის პროტესტს უკავშირებს. პროტესტი და დაანონსებული აქციები ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ენდობა.
მოგესალმებით გიერთდებით თბილისის სტუდიით, მე გიგა აბულაძე ვარ. COVID პანდემიიდან გამომდინარე შესაძლოა გადაადგილებაზე წერტილოვანი შეზღუდვა დაწესდეს. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ხდომის დასრულების შემდეგ მაია ცხიტიშვილმა განაცხადა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, შეზღუდვები შეიძლება შეეხოს როგორც საღამოს საათებში გადაადგილების შეზღუდვას, ასევე უქმე დღეებში ან კვირის რომელიმე კონკრეტულ დღეს გადაადგილებას. ასევე განხილება სხვადასხვა დასახლებაში ტრანსპორტის შეშერებაც. საბჭო, რა თქმა უნდა, ასევე მსჯელობს იმაზე, თუ რა დამატებითი ღონისძიებები და რა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი, იმისთვის, რომ ჩვენ გავუმკლავდეთ ვირუსის გავრცელებას, შევანელოთ ვირუსის გავრცელება და ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, როგორიც არის მაგალითად საღამოს საათებში, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა, ეს შეიძლება იყოს უქმე დღეებში, ან კვირის რომელიმე ერთ კონკრეტულ დღეში, ან სხვადასხვა დასახლებებში. ასევე როგორც ტრანსპორტის შეჩერება, ასევე სხვადასხვა დიდი სავაჭრო ცენტრების ან სხვადასხვა სახის დიდი გადაადგილების, ბაზრობების ან ბაზრების მუშაობის შეჩერება. გაზრდილი COVID სტატისტიკის ფონზე ქვეყანაში არჩევნების შედეგების საწინააღმდეგო პროტესტი გრძელდება. სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი პრესკონფერენციაზე. გასაგებია, რომ პოლიტიკური პროცესი ჩვენს ქვეყანაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. სამწუხაროდ ძალიან ხშირ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ეს პოლიტიკური პროცესი ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე ხდება ჩვენს ქუჩებში და ბუნებრივია ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაზე და როგორც ჩანს, ჩვენ გვექნება კიდევ უფრო სწრაფი ზრდა. ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე შეზღუდვების შესაძლო გამკაცრებას გამოეხმაურა და თქვა, რომ თუ შეზღუდვა სპეციალურად იქნება გათვალისწინებული მანიფესტაციების ხელშეშლისთვის ოპოზიცია მას არ დაემორჩილება. ის მიიჩნევს, რომ მთავრობის ინიციატივა ხალხის მიერ პროტესტის გამოხატვის შეზღუდვას ემსახურება. ოპოზიციის პროტესტს დაუკავშირა ლარის კურსის გაუფასურება. ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანი თვლის, რომ ის პოლიტიკური პროცესი, რაც დღეს მიმდინარეობს და რადიკალიზმით ხასიათდება, შეუძლებელია ლარის კურსზე არ აისახოს. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით ლარი დოლართან მიმართებით კიდევ გაუფასურდა და 3.34 შეადგინა. გაუფასურება გააგრძელა ევრომაც. დღევანდელი მონაცემებით 1 ევროთი 3 ლარი და 90 თეთრის შეძენაა შესაძლებელი. ის პოლიტიკური პროცესი, რაც დღეს მიმდინარეობს და რომელიც ხასიათდება რადიკალიზმით, უკიდურესი რადიკალიზმით, შეუძლებელია არ აისახოს ლარის კურსზე და არ ასახულიყო ლარის კურსზე. ამ ეტაპზე, ამ მომენტში არანაირი ობიექტური პირობა იმისი, რა მერყეობასაც ახლა ვხედავთ, არ არის. ეს არის ერთმნიშვნელოვნად იმ მოლოდინებით გამოწვეული, რომელიც დაკავშირებულია იმ რადიკალიზმთან და იმ პოლიტიკურ დაძაბულობასთან, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაშია, შესაბამისად და ამავდროულად ეს დაძაბულობა თავის მხრივ ხელს უწყობს, როგორც ხედავთ, არ არის ეს ვთქვათ, რთული მისახვედრი ემპირიულადაც ჩანს ვირუსის ესეთ გავრცელებას და კიდევ უფრო გავრცელებას. შესაბამისად ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით მაქსიმალურად ყველანი პასუხისმგებლიანი ვიყო. საქართველოში 24 საათის განმავლობაში ოფიციალურად დადასტურებული COVID-19-ის ყველაზე მეტი 2401 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ მონაცემებში ზრდით კვლავ თბილისი ლიდერობს, ხელწერტილებად რჩება იმერეთი და აჭარა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 2249-ით გაიზარდა. გარდაცვლილთა რიცხვი კი 20-ით მოიმატა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 49218 შეადგენს. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2299 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 30459 პირი. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 20 ადამიანი. მათ შორის თბილისში 10, აჭარაში 2, იმერეთში 7, მცხეთა-მთიანეთში 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 401 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 2401 შემთხვევიდან დედაქალაქსა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით. თბილისში გამოვლენილია 976 შემთხვევა, აჭარაში 328, იმერეთში 368, ქვემო ქართლში 61,
შიდა ქართლში 135, გურიაში 62 შემთხვევა. სამეგრელო ზემო სვანეთში 280, კახეთში 70, ცხეთამთიანეთში 31, სამცხე-ჯავახეთში 55, რაჭა, ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 35. პროტესტი და დაანონსებული აქციები ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ენდობა და განმეორებით კენჭისყრას ითხოვს. არასამთავრობო სექტორი ყურადღებას ოლქებში დაფიქსირებულ დარღვევებზე აკეთებს, რომელთა შორის ყველაზე ხშირად ეგრეთ წოდებული დისბალანსის საკითხი გამოვლინდა. რას ნიშნავს დისბალანსი და რა გავლენა შეიძლება იქონიოს მან არჩევნების შედეგებზე? დეტალებით ნატალი ნემსაძე უერთდება თბილისის სტუდიას. ქვეყნის მასშტაბით 3600-ზე მეტ საარჩევნო უბანზე შედგენილი შემაჯამებელი ოქმების დისბალანსი ასეულობით საჩივარი დაიწერა. პროცედურულად ოქმების გასაჩივრება ჯერ საოლქო კომისიებში, შემდეგ კი სასამართლოშია შესაძლებელი. რას ნიშნავს დისბალანსი და როგორ გავლენას ახდენს ის არჩევნების საბოლოო შედეგებზე? დისბალანსისას ორგვარი დარღვევა იკვეთება. პირველი, როცა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების რაოდენობა ნაკლებია უბანზე მისულ ამომრჩეველზე და პირიქით. რატომ არის ამ რიცხვების შეუსაბამობა პრობლემა? დისბალანსი, როდესაც ამომრჩევლის ოდენობა მეტია ოქმში დაფიქსირებულ ხმებთან შედარებით, შესაძლოა გამოწვეული იყოს იმით, რომ ამომრჩეველმა უბნინა შემოუხაზავი ბიულეტენი გაიტანა, რის სანაცვლოდაც ყუთში გარედან შეტანილი უკვე შემოხაზული ჩააგდო. ცარიელი ბიულეტენით კი მას ეგრეთ წოდებული კარუსელის დატრიალების შესაძლებლობა მიეცა. ამომრჩეველმა შეიძლება კაბინიდან გამოსვლის შემდეგ ბიულეტენი ყველა, რომელიც ხელთ ჰქონდა, არ ჩადო კონვერტში და არ მოათავსა ყუთში და შესაბამისად ბიულეტენი გავიდა უბნის გარეთ. ეს უბნის გარეთ ბიულეტენის გასვლა შეიცავს მაღალ რისკებს, რომ იგივე ბიულეტენი შესაძლოა ეგრეთ წოდებული კარუსელის დატრიალებას ეძახიან. თუ მეტი ბიულეტენი ამოთავსებდა, ეს ნიშნავს, რომ უბანში მოხდა იმაზე მეტი ბიულეტენი, ვიდრე ამომრჩეველი იყო უბანზე. ანუ რაღაცა ზედმეტი ხმა ჩავარდა. ეს ხმა არ ეკუთვნოდა ამომრჩეველს. ვიღაცამ განმეორებით ორჯერ ჩააგდო. ზემოთ მოყვანილი დარღვევის მაგალითებს ვხედავთ CSKO-ს ვებგვერდზევე. მაგალითად, CSKO-ს საიტზე გამოქვეყნებული ოქმის მიხედვით საარჩევნო უბანზე ნომრით 28,79,19 ბიულეტენების რაოდენობა 1450-ია, თუმცა ამავე დოკუმენტში ამომრჩეველთა ხმის ჯამი 3058-ს შეადგენს. საიტზე ამ ოქმის ჩასწორებული ვერსია ამ დრომდე ატვირთული არ არის, თუმცა ოქმს თან ახლავს საუბნო კომისიის ხელმძღვანელის ახსნა განმარტება, რომელიც შეცდომას ტექნიკურ ხარვეს და გადაღლილობას უკავშირებს. ვინ და როგორ ასწორებს პრობლემურ ოქმებს? პროცედურულად ასეთი შესწორების საფუძველი იმავე საუბთია. მექანიკურჩევნო გარემო გადაღლილობა. ამ შინაარსის ახსნა განმარტება ოქმის შესასწორებლად საკმარისი პირობაა. ეს ძალიან მანკიერი პრაქტიკა. აქ ერთადერთი გამოსავალი უნდა იყოს ობიექტურად შესწავლო პრობლემის მტკიცებულებების საფუძველზე და ეს მტკიცებულება არის საარჩევნო მასალები, ბიულეტენები, სიები, მთლიანად ეს დალუქული მასალები, დაინტერესებული თვალეს შესაძლოა ვისმენთ განცხადებებს, რომ იქ დისბალანსია და უი ტექნიკური შეცდომა იყო დაშვებული. ესე ვერ მოხდება ამის შესფასება. ეს არის ძალიან ზედაპირული მიდგომა და რა თქმა უნდა ამის მიმართ არავის ნდობა არ ეკითხა. სამართლიან არჩევნებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უკვე დაწერილი აქვს 200-ზე მეტი ოქმი. ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ მათი მიღება და განხილვა ხელოვნურად ფერხდება. საჩივრები არ დააკმაყოფილეს და ეხლა გვიწია, რომ დამატებითი რესურსი გამოგვეყო, არა მარტო ადამიანური, არამედ დროის რესურსი, ფინანსური რესურსი, იმიტომ სასამართლო ბაჟის გადახდას მოითხოვს, რომ ეხლა სასამართლოში უნდა წავიდნენ დღეს წარმომადგენლები და სარჩელები წერეს, ეხლა იქ უნდა წავიდნენ და იქ ესე რა ქვია მოითხოვონ ამ მასალების გადაწყვეტა. აი სრულიად წარმოუდგენელია აი ესეთი მიდგომა საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან, როცა პირიქით მათ თვითონ უნდა ხსნიდნენ და მათ რეპუტაციას ეხება ასევე. რა ახსნა აქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ასეულობით ხარვეზიან ოქმთან დაკავშირებით და რას უკავშირებს უწყება მათ სიმრავლეს? აღსანიშნავია, რომ არის რამდენიმე გარემოება, რომლითაც გამოწვეული არის შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი, თუმცა ასევე გულწრფელად უნდა აღვნიშნოთ და ზუსტად ალბათ ამ გადათვლის შედეგებიც, რომელიც გუშინ დასრულდა საოლქო საარჩევნო კომისიებში და ის შედეგები, რომლებიც დაიდო ამ გადათვლის შედეგად, იყო რიგ შემთხვევებში, რამდენიმე შემთხვევაში ხარვეზი, საიდანაც მოხდა ამ ხარვეზის გამოსწორება, გადაითვალა და ახალი დაზუსტებული მონაცემები იქნა შესაბამისი განკარგულებით გასწორებული. ასევე იქ იყო გადასატანის საარჩევნო ყუთის შემთხვევები, იქ იყო სპეცუბნებზე შეყვანილი პირების მონაწილეობის საკითხი,
და ასე შემდეგ და ის გარემოებები, რამაც განაპირობა შემაჯამებელ ოქმებში ის უზუსტობები. უბნების დაახლოებით 8%-ზე საარჩევნო ყუთში არსებული ბიულეტენების რაოდენობა აღემატება მისულ ამომრჩეველს, რამაც სამართლიანი არჩევნების დასკვნით შესაძლოა შედეგებზე 4%-იანი სხვაობა მოახდინოს. ომების ხელახლა გადათვლის და პროცესზე დასწრების მოთხოვნით ოპოზიცია უკვე რამდენიმე დღეა პროტესტს მართავს. მმართველი პარტია კი პანდემიის პირობებში ჩატარებულ არჩევნებს დემოკრატიულს უწოდებს და დასტურად საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება მოჰყავს. უცხოთი სიახლეები მოკლედ SARS-CoV-2-ის მუტირებული ფორმით ინფიცირების შემთხვევების აღმოჩენის შედეგად დანიის მთავრობამ ქვეყანაში ფერმაზე ყველა წაულის დახოცვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით ამ ცხოველებში აღმოჩენილი მუტირებული ვირუსი ადამიანებზეც გადადის და ანტისხეულების გამომუშავების უნარს ამცირებს. ამასთან მათივე ინფორმაციით მუტაცია კორონავირუსის ვაქცინის შექმნისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამით თბილისის სტუდია დასრულდა, ნახვამდის.